Ბატონობიძე ამერიკულ მედიაში დღეს დაიგვიჩნდა ინტერვიუ ცნობილ ბიზნესმენ მირელაშვილთან, რომელმაც თვეთა შეხვედრის საუბრის დეტალებზე ისაუბრა კერძოდ იმაზე, რომ გაბრიელ მირელაშვილი. დიახ, რომ პალესტინასთან დაკავშირებით სოფლიო ებრაელთა კონგრესის პრეზიდენტი. მან თქვა ინტერვიუში, რომ თქვენ მას უთხარით პალესტინის საკითხთან დაკავშირებით, თქვენ ამერიკის ელჩი მან ნორმალურად მოგითხრეთ, რომ საქართველოს არის გაბრიელი რას ამბობს, ჩვენ პოლიტიკური განცხადებები გავაკეთეთ. და ეს იყო თანმიმდევრული ჩვენი პოზიცია, თქვენიც 92 წელს ჩვენ ხარი დაუჭირეთ პალესტინის აღიარებას და ის რა პოზიცია რაც ჰქონდა ჩვენს ქვეყანას აბსოლუტურად გასაგებია, ეს არ არის ერთბაშად ცნობა, როგორც სახელმწიფოს ასოცირებული წევრი გახდა გაეროს. ჩვენ თანმიმდევრული ვიყავით ჩვენს პოზიციაში და ნამდვილად ჩვენს ვითვალისწინებთ პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებს და ამასთან დაკავშირებით აბსოლუტურად გააზრებულად მოვიქცევთ. ხონდეთ საუბარი ამერიკის ელჩთან მსგავს საკითხზე? მე მგონი ეს ისეთი პროცესებია, რომ ეს არ არის სალაპარაკო, ვინ ვის რას ესაუბრა. მე ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება იყო გასაგები და ქვეყნისთვის საინტერესო. ჩვენი პოზიცია აუხსენით ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს ისრაელს და მის ხელმძღვანელობას მაქსიმალურად ვფიქრობ. მე მგონი ეს არ არის, თან მოგურებული თემაა.